თქვენ სწორედ შედარება გააკეთეთ, რაღაც მსგავსი ქმედება, როდესაც აქ ხდება ხოლმე რომ ეს ლიდერი არ აყავს აი ამ ორგანიზაციას, ანუ იმ ხალხს, რომლებიც რაღაც კონკრეტული ლოზუნგებით გამოდიან, აღარ აყავთ ლიდერი, აღარ ყავს ის დაფინანსებლები, რომელი დაფინანსებლების USAID-ის მეშვეობით ყავდათ და უკვე აღმოჩნდნენ, რომ უთავო მხედარის პოზიციაში აღმოჩნდნენ, ანუ მათ არ აყავთ ლიდერი და შესაბამისად უკვე მათი ეს ამ სიტყვას ვიხმარ გაფართხალება, რომლებიც ეს თქო არანაირი სხვა დასამახსოვრებელი ნიშნით არ გამოირჩევიან, მხოლოდ გამოდიან და რაღაც კონკრეტულ ლოზუნგებს აჟღერებენ. ეს რა თქმა უნდა საზოგადოებისთვის არ არის საშიში, ასევე თავად ხელისუფლებისთვის ესეთი მოქმედებები არ არის რაიმე საფრთხის შემცვლელი, ამიტომ კი ბატონო თუ უნდათ რომ აზრი გამოხატონ და დააფიქსირონ, მაგრამ ჩვენ ნათლად ვხედავთ რომ თუმცა ეს და ბოლო დროს დაანონსებული აქციები როგორი უსუსურია და ძალიან ცოტა ხალხი აღმოჩნდება ხოლმე ამ აქციებზე და ეს ნიშნავს იმას რომ საზოგადოების დიდ ნაწილს ანუ უმრავლესობას აღარ ჯერა იმის რომ რაიმე ფორმით ესეთი აქციებს აზრი აქვს. ამიტომ ეს გინდა არ გინდა დღეს თუ ხვალ ეს აქციები აღარ იქნება და ჩვენი ქვეყანა თავის დღის წესრიგს გააგრძელებს და იმ რეჟიმში გააგრძელებს ყოფაცხოვრებას სამნიხის განმავლობაშიც ასე ვთქვათ არჩევნების შემდეგ აღარ გქონია ფაქტიურად, ხო? და გვინდა რომ ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანას მიეცეს იმის შესაძლებლობა რომ შვიდად ერთობლივი ძალებით გააგრძელოს იმ მიმართულები და იმ სულით სიარული რა მიმართულებაც აირჩია ქართულმა ოცნებამ. ფაქტია რომ დღევანდელი პოლიტიკა გამართლებულია და თანხვედრაშია ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკასთან, ასევე თანხვედრაშია რუსეთის ფედერაციის პოლიტიკასთან და სამეზობლოში არსებული პოლიტიკასთან და ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ შეგვიძლია რომ აი ამ ჩვენი ესე ვთქვათ ნიშით, სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, მეტი სარგებელი მივიღოთ, მაგალითად ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მოხდეს მეტად გაცხოველება სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის, ასევე მოხდეს მაგალითად ოფიციალური პირების ოფიციალურ დონეზე შეხვედრა მოხდეს და მთელი რიგი ეკონომიკური დოვლათის მიღება მოხდეს, როგორც დღესდღეობით მიმდინარეობს. ამიტომ ამ ცუდი კი არა, პირიქით უკეთესია ეს კონკრეტული ქმედებები და დარწმუნებული ვარ რომ ანუ გლობალურ პოლიტიკაში ჩვენი როლი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს როლი, იმიტომ რომ ჩვენ ისეთი გეოპოლიტიკური არეალში ვცხოვრობთ, რომ ამის არ დაფასება წარმოუდგენელია და ამის ამ ესე ვთქვათ სიტუაციის წინ წამოწევა. ამიტომ დარწმუნებული ვარ ამ ყოველივეზე მთელი რიგი ადამიანები, რომლებიც ხელისუფლებაში არიან, ფიქრობენ და სწორ ანალიზს აკეთებენ, რომ დღეს ჩვენ რუსეთთან ერთად უნდა შევცვლოთ განვითარება. ეს იქნება პოლიტიკური განვითარება, კულტურული განვითარება თუ ეკონომიკური განვითარება. რაც არ უნდა ჩვენ ახლა აი ამ მავანმა ჩვენ გვიჩიჩხინოს, ხო, ესეთი პოლიტიკა საზოგადოებისთვის აღარ არის საინტერესო. თავარია ეხა საზოგადოებისთვის არის ის საინტერესო რომ როგორმე ჩვენ დიალოგის რეჟიმში გადავიდეთ და ერთხელ და სამუდამოდ მოგვეცეს იმის შესაძლებლობა რომ ჩვენი თავი ჩვენო გეკუთვნოდეს. თუ მოხდება ისე რომ კვლავ გაგრძელდება ისეთი პოლიტიკა როგორც ამდენი ხნის განმავლობაში, ანუ ის ვასალური პოლიტიკა, რაც ამერიკელებს ჩვენთან დაკავშირებით ჰქონდათ, რა თქმა უნდა ეს ყოველთვის საფრთხის შემცვლელი იქნება. საფრთხის შემცვლელი იქნება თუნდაც იმის რომ როცა უნდა ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ გამოგვიყენებს ჩვენ მაგალითად როგორც რაღაც საომარი ელემენტი გამოგვიყენებს რაღაცა საფრთხის შემცვლელი ელემენტი და რა თქმა უნდა ამით ჩვენი ქვეყანა დაზიანდება და დაზარალდება. ამიტომ ეს ესე რო არ მოხდეს სწორია ეს პოლიტიკა რომ ჩვენ ვიძახით რომ ჩვენი თავი ჩვენო გვეკუთვნის და ესეც არის, ესეც უნდა იყოს სუვერენული სახელმწიფოს არსიც ეს არის. არ შეიძლება რომ შენ ყველაფერზე დაეთანხმო შენს მოკავშირეს, ამ შემთხვევაში გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატებს, აუცილებელი არის რომ ერთმანეთში იყოს ჯანსაღი ურთიერთობები. ამიტომ ეს ტრამპის პოლიტიკას მსგავსია, იგი ფაქტიურად თავისივე ანუ ამერიკელებს თავისივე ქვეყნის მოქალაქეებს ეუბნება რომ ის ორგანიზაციები რომლებიც ფაქტიურად სოფლიოს მართლობაში იყვნენ ჩართულები, ესენი იყვნენ კრიმინალები, ესენი იყვნენ ჯალათები და ესენი უნდა მოკვდნენ. ეს ნიშნავს იმას რომ არასწორი პოლიტიკა ჰქონდათ ამერიკის შეერთებული შტატების არჩეული და ამ გზით აღარ უნდა წავიდეს ამერიკის შეერთებული შტატები. და სწორედაც ჩვენ ახლა მაგას ვიძახით და რავი ამდენი ხანია
ჩვენ ამას საუბრობთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა იყო ვასალური პოლიტიკა, ამას ვეწინააღმდეგებოდით. მე და ბატონი ნიკოლოზი, რა ვიცი, არაერთხელ ვდგარვართ ხან აირაის ოფისის წინ და გაგვიპროტესტებია, რომ გახსოვთ ის ლორა თორტონთან რო ჩავატარეთ აქცია. როგორ მაგას გეუბნებით, რომ ვდგარვართ და მთელი აქციები ჩაგვიტარებია, რომ არასწორი პოლიტიკა მიყავდა, აირაი იქნებოდა თუ NDI იქნებოდა თუ ასე შემდეგ ის არასამთავრობოები, რომლებიც საქართველოში პოლიტიკურ ამის ქმნიდნენ. ამიტომ ჩვენ ამას დიდი ხნის განმავლობაში ვაპროტესტებდით და დღეს მივიღეთ ის რომ მართლები ყოფილვართ რა ბატონო ნიკოლოზ ეს არა მართლები ყოფილვართ და ანუ ჩვენი ეს გულისტკივილი რაც მაშინაც ჰქონდა რომ ჩვენ ესე ვთქვათ ყველაფერი ხდებოდა შეფარვითი პოლიტიკით და სიბინძუროების ესე ვთქვათ დემონსტრირებით და ტყუილებში გვაცხოვრებდნენ ხო თუნდაც ეს კვლევითი ორგანიზაციები მაგას ვიძახით რომ ეს ამდენი ფული ესეთ საკითხებში ესეთ პიარ კამპანიებში არ უნდა იხარჯებოდეს და ნუ ფაქტია რომ ეს აღმოჩნდა რომ ჩვენ მართლები ყოფილვართ ამდენი წლების განმავლობაში. ამიტომ კარგია რომ ჩვენ ქართველმა კაცმა ისწავლა კრიტიკული აზროვნება. აღარ ველაპარაკებით, თუ ამერიკელი რა ხან არის და ან რაღაცა უცხოელი რა ხან არის, აღარ ველაპარაკებით ისე რომ ვაიმე შენი ჭირიმე და შეგენაცვალა. ველაპარაკებით ისე როგორც უნდა ელაპარაკებოდეს დამოუკიდებელი სუვერენული ქვეყნის ქვეყანაში მცხოვრები ადამიანი. ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ეს სწორედ აი ამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით და აღმოვაჩინეთ რომ არ შეიძლება მსგავსად ესე ვთქვათ მონური მორჩილება და დღესდღეობით ისეთი PR ტექნოლოგიებია რომ გინდა არ გინდა მონური მორჩილება ხშირ შემთხვევაში საზოგადოებას უწევს მაგალითად თუნდაც ის სისტემები რაც არის საბანკო სისტემები ხო სამწუხაროდ დღესდღეობით ქართველ კაცს მაინც უწევს რომ მონური მორჩილება გამოიჩინოს იმ არასწორი საბანკო სისტემის მიმართ რომელიც საქართველოში არსებობს და რა თქმა უნდა ყოველთვის წინააღმდეგი ვარ მე ამ სოციალური უთანასწორო პოლიტიკის დღესდღეობით ხდება ის რომ გინდა არ გინდა ქართველი კაცი ნუ ქართველი ქალი ამ შემთხვევაში რა მნიშვნელობა აქვს უწევს საზღვარგარეთ წასვლა შრომა იმისთვის რომ აქ ბანკის ვალები გადაიხადოს. ეს უკვე ნიშნავს რომ არასწორი ეკონომიკური და არასწორი საბანკო სისტემა არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ეს სისტემაც უნდა დასრულდეს. თუ წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ თუ ეს ეკონომიკური ესე ვთქვათ განსხვავებები იქნება და ანუ ჩვენ არ გვეყოლება და ჩვენ ვერ შევქმნით ისეთ ეკონომიკას სადაც ანუ განვითარებადი ბიზნეს მიეცემა სრული შესაძლებლობა, მაშინ ესე იგი გამოდის რომ ჩვენ ვერ ვიარსებებთ. ამიტომ აუცილებელი არის რომ ეკონომიკური ზრდები აისახოს საბანკო სისტემიდან გამომდინარე. ეს ნიშნავს რომ პროცენტები უნდა ესე ვთქვათ დაიწიოს და ამის მეშვეობით ისევ ქართველმა ხალხმა უნდა ვიხეიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მთელი საქართველო ბანკშია და ჩადებული. მთელი საქართველო. ეს არის საფრთხე, ეს არის სწორედაც აი იმ ლიბერალური პოლიტიკის შედეგი ბატონო ნიკოლოზ, რომ აი ეს გლური კაპიტალური პრინციპის შედეგია, რომ ანუ თუ ანუ შეგიძლია შენ თავისუფალ ბაზარს რო ეძახიან რა, თავისუფალი ბაზარი და სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს და რა გვიქნეს აი ამ შემოგდებული თემებით დღესდღეობით მთელი ქართველი კაც უჭის იმის ლუკვა პურის შოვნა ხელფასი არ ყოფნის იმიტომ რომ რა ქვია ბანკში აქვს შესატანი